აგერ უკვე მე-7 თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე ტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია. კაცი, რომელმაც ჩემთან და ჩემს ძმასთან ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა. ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება. მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობა მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში. ეს იმ განცხადების ნაწყვეტია, რომლითაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა არჩევნების წაგებასა და სხვადასხვა გახმაურებულ ფაქტებში ბრალი ვანო მერაბიშვილს დასდო. დათა ახალაიას განცხადებას სიმართლეს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილი. მისი თქმით, პარტია სწორედ იმიტომ დატოვა, რომ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი გახდა. გარდა ამისა, 1 ოქტომბრის წაგებულ არჩევნებს ვერულაშვილიც მერაბიშვილის ფაქტორს უკავშირებს. ამ განცხადებამ ისიც ვიცი, რომ ამ განცხადებამ, რომელიც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა თითქმის ყველა პოლიტიკური ძალისთვის, არანაირი კავშირი არ არის ეს განცხადება 19 აპრილს დაანონსებულ აქციასთან. ვანო მერაბიშვილს არ უყვარს სიმართლის მოსმენა, მაგრამ მას ვირდებით, რომ უახლოეს მომავალში ამის გაკეთება მაინც მოუწევს, რადგან ის ძალიან ბევრი არასასიამოვნო სიურპრიზის მოწმე გახდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი დათა ახალაიას სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლების ბრალდებები ხელისუფლების ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლას უკავშირდება. ვანო მერაბიშვილს მიაჩნია, რომ მისმა ბევრმა მეგობარმა ზეწოლას ვერ გაუძლო და დაპირისპირების მიზეზი სწორედ ეს გახდა. ამბობს, რომ აღნიშნული განცხადებები და ბრალდებები მთავრობას დასჭირდა, რათა 19 აპრილს დაგეგმილ აქციას ხელი ყველა ხერხით შეუშალოს. ასეთი რამე შეიძლება კიდევაც გამოქვეყნდეს, ბევრი გამოქვეყნებულა და ეს მეთოდი არ არის პოლიტიკური მეთოდი. რა თქმა უნდა არის სამწუხარო, როდესაც შენი მეგობარი ვერ უძლებს ზეწოლას, მაგრამ მე მინდა ყველა მას შეუნდო, იმიტომ რომ მათ ვერ გაუძლეს ზეწოლას. მაგრამ მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ უმეტესობა ჩემი მეგობრების დღესაც ჩვენთან ერთად განან და ჩვენთან ერთად აგრძელებენ ბრძოლას. პარტიაში არსებულ დაპირისპირებებს ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ახალციხეში. მაკა სუდაძე აღნიშნავს, რომ ახალაიასა და ვერულაშვილის განცხადებები მიზანმიმართულად გაკეთდა, თუმცა იგი ამ ფაქტს მხოლოდ 19 აპრილს არ უკავშირებს. მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გავრცელებამდე ფაქტები უნდა შემოწმდეს და მაშინ გახმაურდეს, როცა სამართლებრივ სტრუქტურებში მათი ნამდვილობა დადასტურდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემდგომში უკვე რაღაცებს ვერ უძლებენ, ან რაღაცა ანგარების მიზნით რაღაცა განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ასე მსგავსი სახის ინფორმაციების ფლობა და დამალვა თუ არსებობს, ესეც დანაშაულია და რა თქმა უნდა დანაშაულია ასეთი ცრუ ინფორმაციების გავრცელებაც, იმიტომ რომ საზოგადოების ფსიქოლოგიაზე ნამდვილად მოქმედებს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების განცხადებებს პარტიის წარმომადგენლების უმრავლესობა 19 აპრილის მშვიდობიან აქციას უკავშირებს. მათი განმარტებით ბრალდებების უკან უმრავლესობა დგას, რომელიც აქციის შაშლას ცდილობს. აღნიშნულ ფაქტს უმრავლესობის წარმომადგენლები აბსურდულს უწოდებენ და ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან ზეწოლებს ადგილი არ ჰქონია.